მოგესალმებით ტოპარხზე. დიდი ხანია ახალი ვიდეო არ დაგვიდია, მაგრამ დღეს ძალიან საინტერესო და საჭირო თემით დავბრუნდით. საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა კორპუსის ბინებში ცხოვრობს. ბევრ თქვენგანს სურს 4 მეგობრის აყვანა, მაგრამ ეშინია რომ ბინაში ძაღლს გაუჭირდება, ან მეზობლები შეწუხდებიან ყეფით, ან უბრალოდ სახლში არეულობა იქნება. სინამდვილეში არსებობენ ჯიშები, რომლებიც თავს ბევრად კომფორტულად გრძნობენ დილანზე წოლისას, ვიდრე ეზოში სირბილისას. დღევანდელ ვიდეოში გაგაცნობ 7 საუკეთესო ძაღლის ჯიშს ბინისთვის, რომლებიც არიან წყნარები, სჭირდებათ ცოტა ადგილი და იდეალური მეგობრები არიან ოჯახისთვის. სანამ უშუალოდ სიაზე გადავალთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი საინტერესო ეპიზოდები ცხოველების შესახებ. ალბათ გაინტერესებთ, როგორ შევადგინეთ ეს სია. ბინისთვის ძაღლის არჩევისას მთავარია არა მხოლოდ ძაღლის ზომა, არამედ მისი ტემპერამენტი. შეიძლება პატარა ჯეკ რასელი ყავდეთ, რომელიც მთელ სახლს თავდაყირად ააყენებს და ყავდეთ დიდი დოგი, რომელსაც მთელი დღე ეძინება. ჩვენ შევარჩიეთ ჯიშები 3 ნიშნით. პირველი ეს იქნება დაბალი აქტივობის დონე, მეორე ნაკლები ყეფა, რაც მნიშვნელოვანია მეზობლებისთვისაც და მესამე მეგობრული ხასიათი. მას ასე, მოდი დავიწყოთ. ნომერი 7. ფრანგული ბულდოგი. ეს ჯიში საქართველოში ძალიან პოპულარულია. ისინი იდეალური ბინის ძაღლები არიან. ფრანგულ ბულდოგს არ სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა. დღეში 15-20 წუთიანი გასეირნება მათთვის სრულიად საკმარისია. ისინი არიან ძალიან მოსიყვარულეები და იშვიათად ყეფენ უმიზეზოდ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სიცხეს ცუდად იტანენ და ხრინვა უყვართ. თუ თქვენ გინდათ მხიარული და ზარმაცი მეგობარი, ფრანგი ბულდოგი იდეალურია. ნომერი 6. კავალერ კინგ ჩარლზ სპანიელი. ეს არის არისტოკრატიული, ულამაზესი და უზომოდ კეთილი ძაღლი. თუ ყავთ პატარა ბავშვები, ეს ჯიში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ისინი არიან ძალიან მშვიდები, ნაზელები და რაც მთავარია, ეგუებიან პატარა სივრცეს. მათი ბეწვი მოითხოვს მარცხნას, მაგრამ სანაცვლოდ იღებთ ძაღლს, რომელიც მზადაა მთელი დღე თქვენს კალთაში იწვეს. ისინი ძალიან ცუდად იტანენ მარტოობას. ამიტომ, თუ მთელი დღე სამსახურში ხართ, ეს ჯიში შეიძლება არ გამოგადგეთ. ნომერი 5. მოპსი. ეს ძაღლი არის ნამდვილი კომიკოსი. მოპსები ცნობილი არიან თავისი დივანის, კარტოფილის ხასიათით. მათ ურჩევნიათ ჭამა და ძილი, ვიდრე კილომეტრების გარღვინა. ბინისთვის იდეალურია, რადგან პატარა ზომისაა და არ ჭირდება დიდი ეზო. მოპსი ძალიან მეგობრულია როგორც ადამიანებთან, ისე სხვა ცხოველებთან. მთავარია აკონტროლოთ მათი წონა, რადგან გასუქებისკენ მიდრეკილები არიან. ნომერი 4. პუდელი. ნუ მოგატყუებთ მათი სათამაშო გარეგნობა. პუდელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. მათი ყველაზე დიდი პლუსი ბინისთვის არის ის, რომ პუდელს არ სცვივა ბეწვი და აქვს ჰიპოალერგიული თმა. ეს იდეალურია მათთვის, ვისაც სისუფთავე ძალიან უყვარს. ისინი ადვილად სწავლობენ ბრძანებებს, თუმცა სჭირდებათ გონებრივი დატვირთვა, რომ არ მოიწყინონ. ნომერი 3. და აქ შეიძლება გაგიკვირდეთ. Golden Retriever. კი, ეს დიდი ძაღლია, მაგრამ გოლდენები საოცრად მშვიდი ფსიქიკის მქონე ძაღლები არიან. თუ თქვენ მზად ხართ დღეში ორჯერ კარგად გაასეირნოთ, ისინი სახლში ისეთივე წყნარები იქნებიან, როგორც პატარა ძაღლები. მთავარია ენერგია დაახარჯინოთ გარეთ. გოლდენი არის ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რომელიც არასდროს იქნება აგრესიული მეზობლების მიმართ. თუ ბინაში ოდნავ მეტი ადგილი გაქვთ, გოლდენი საუკეთესო მეგობარი იქნება. და დავუახლოვდით ლიდერებს. ეს ორი ჯიში პირველ და მეორე ერთად გავაერთიანე, რადგან ძალიან პატარები არიან. ესენი არიან ბიჩონ ფრიზე და იორკშირ ტერიერი. ბიჩონ ფრიზე პატარა თეთრი ღრუბელია, რომელიც არ ეღრინება და სუნი არ აქვს. იდეალურია პატარა ბინებისთვის. და ნომერი 1 იორკშირ ტერიერი. ეს არის ყველაზე პოპულარული არჩევანი ქალაქში. ისინი ძალიან პატარები არიან
ადვილად იტანენ მგზავრობას, არიან აქტიურები, მაგრამ სახლში დიდ ადგილს არ იკავებენ. ნიუ-იორკი არის პატარა ძაღლი, დიდი გული. ეს იყო ჩვენი ტოპ 7-ეული. თუმცა ვიდეოს დასრულებამდე მინდა მოგცეთ 3 ოქროს რჩევა, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ, თუ ძაღლის ბინაში ყოლას გადაწყვეტთ. ჯიშის შერჩევა მხოლოდ ნახევარი საქმეა. თავარია სწორი მოვლა. რჩევა ნომერი 1. ჩამოაყალიბეთ მკაცრი გრაფიკი. ბინაში მცხოვრები ძაღლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იცოდეს, როდის გაიყვანთ გარეთ. შეეცადეთ დილით და საღამოს ზუსტად ერთად და იმავე დროს გაასეირნოთ. ეს ძაღლს ფსიქოლოგიურ სიმშვიდეს ანიჭებს და რაც მთავარია, სახლში მოსაქმრების პრობლემას მოგიგვარებთ. ძაღლი მიეჩვევა, რომ დილის 9 საათზე სასეირნო დროა და სახლში აღარ იცეკვებს. რჩევა ნომერი 2. ასწავლეთ მარტოყოფნა. ბინის ძაღლების უმეტესობას აქვს ეგრეთ წოდებული განშორების შფოთვა. როცა სამსახურში მიდიხართ, ისინი იწყებენ ყეფას და ავეჯის ღრმნას. ამის თავიდან ასაცილებლად, როცა სახლიდან გადიხართ, დაუტოვეთ მათ სპეციალური სათამაშოები ან ძვალი, რომლითაც გაერთობიან. ენერგია რომ არ დააგროვონ, ეცადეთ სახლიდან გასვლამდე კარგად დაღალოთ სეირნობით. დაღლილი ძაღლი უდრის მშვიდ მეზობლებს. და რჩევა ნომერი 3. ჰიგიენის კუთხე. ბინაში ძაღლის ყოლა ნიშნავს, რომ ყოველი გასეირნების შემდეგ თათები უნდა დაბანოთ. წინასწარ მოვაწყვეთ შემოსასვლელში ადგილი, სადაც გექნებათ ნაჭერი და სველი ხელსახუცები. ასევე პატარა ბინაში სუნი მალე დგება. ამიტომ აუცილებლად შეიძინეთ ხარისხიანი ქვიშაკები, რომელსაც ხშირად გარეცხავთ. თუ ამ წესებს დაიცავთ, გარწმუნებთ, რომ ბინაში ძაღლთან თანაცხოვრება იქნება უდიდესი სიამოვნება და არა ტვირთი. საბოლოო ჯამში დაიმახსოვრეთ. არ აქვს მნიშვნელობა რა ჯიშის ძაღლს აიყვანთ. თავარია მას მიაქციოთ ყურადღება და გიყვარდეთ. ბინაში ცხოვრება ძაღლისთვის პრობლემა არ არის, თუ მას ყავს მზრუნველი პატრონი. კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენ რომელი ძაღლი გყავთ, ან რომლის ყოლას აპირებთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, რათა ალგორითმმა დაინახოს რომ დაუბრუნდით. მომავალ შეხვედრამდე.